დიდგორის ბრძოლა 1021 წელი. ეს მხოლოდ ეპიკური გამარჯვება კი არ იყო, არამედ ზუსტად გათვლილი მრავალფაზიანი სამხედრო ოპერაცია. დავით აღმაშენებელი წარმოაჩინა როგორც ღვთივშენდობილი მეფე, რომლის არმიამ ოპერატიულ-ტაქტიკური ზემოქმედებით განადგურა სელჩუკთა კოალიცია. თანამედროვე კვლევებით მოწინააღმდეგე მხარეს არა ასეულათასიანი არმია, არამედ დაახლოებით 30,000 მეომარი ჰყავდა. ქართველ მხარეს კი 15-დან 18,000-მდე. მათ შორის მონასპა, ყივჩაღები და მოკავშირეები. ბრძოლა რამდენიმე ფაზად იყო დაგეგმილი. პირველი ეტაპზე განხორციელდა მოლაპარაკების იმიტაცია, რასაც მოჰყვა მოულოდნელი შეტევა. შემდეგ მონასპამ, პროფესიონალმა მძიმე ცხენოსნებმა განახორციელა ცენტრალური შოკური დარტყმა, ბოლოს კი ფლანგური შემოვლით ტრის არმია ალყაში მოაქციეს. ეს იყო სტრატეგიული გენიის, ინფორმაციული უპირატესობის და ადგილობრივი რელიეფის ეფექტურად გამოყენების შესანიშნავი მაგალითი. დიდგორი დღემდე რჩება როგორც ქართული იდენტობის სიმბოლო და სამხედრო ტაქტიკის უნიკალური ნიმუში, რომლის მნიშვნელობა სცილდება ლეგენდარულ თხრობას. ეს არის რეალისტური ისტორია ეროვნული გაერთიანების და სამეფო ძლიერების ფონზე.